გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა და როგორც ყოველთვის ბედნიერება, სიხარული და კარგი ამბები. დავიწყოთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით North Dakota-ში, გახსოვთ ჩვენ ზამთარში ხშირად დავდიოდით აქ და ისე მოხდა, რომ დეკემბრის თვიდან თქონი ნოემბერში ვიყავი ბოლოს და იმის შემდეგ აქეთკენ არ ყოფილვარ რა. და რატო დავიწყე ამაზე საუბარი? უბრალოდ ესეთი საინტერესო მომენტში ვარდებით და მინდა რაღაცნაირად პატარა ვიქტორინაც გავათამაშოთ და აი თავისებური აბა ნახოთ ეხლა ეს ამერიკული წესიერების და როგორ გითხრათ, აი ხوارი ხოლმე რომ ხშირად აი მაგათად საფულეთ აგივარდება სკოლაში ან რაღაცა დაგჩება და აი მაგიდაზე დადებ სიტყვას ეპარქში და დაგავიწყდა. და მე გადის დრო და გავიწყდა, მე მოდიხარ და იქ გდევს ისა რა. აი ძალიან ხშირად მქონია მე ასე რაღაც ან ტელეფონი დამჩენია, ან თქვათ რაღაცა მაიკა რაღაცა და მე დამვიწყებე და უკან დაბრუნებო და ამიღია ეს. ალბათ დამეთანხმებით თქვენც მქონიათ ასეთი შემთხვევები, ვინც ევროპაში და ამერიკაში და ასეთ ადგილებში ვინც არის ნაცხოვრები. და მე წეგანაც თქვი რომ აქ 6 თვის წინ ვიყავი ხო როდის ბოლოს და ესე იგი ტრაქტორზე გავჩედი და შხაპი მივიღე, შხაპი. და ყოველთვის მე დამაქხოლმე ეს ჯვარი რა, ჩემი ჯვარი და დაბან ისიც მოვიხსენე და იმას ჩამოვკიდე რა. ხო და რო წამოვედი რო შხაპის შემდეგ რო წავედი და უყურე რო გავედი, გავიარე რაღაც 150 მაილი და გამახსენდა რომ ვაიმე ჯვარი არ მეკეთა. ვაიმე და მე დამჩა იქა და ნუ ისე მოხდა რომ ვერ დავბრუნდი უკან და ისე მოხდა რომ მთელი ზამთარი და მთელი თბილისში ისე წამოვედი რომ მაგ ადგილას ვერ მოხდი რა, აქეთკე შეკვეთები არ იყო არაფერი და ძალიან გული დამწყდა, მაგრამ ეხლა უკვე მანდ უნდა გავიაროთ. თქო ფაქტობრივად 6 თვეა გასულ, არ 6 თვეზე მეტია და აი ნახოთ ეხლა თუ შეიძლება იქ მე შხაპის შემდეგ ხო დამლაგებელი შედის და ხიჯვარი თუ შეინახა და რა ვიცი აი დავიბრუნებ, არ დავიბრუნებ. აი ამ მომენტში ვარ ეხლა მე და ნახოთ, აბა ეხლა მივარ და მკითხავ, აბა ის დამლაგებელი იყო არ დამლა 6 თვე გასული, მაგრამ ხო იცი, ჩვენი უნდა ვცადოთ, იქნებ გამიმართლოს და იმ დამლაგებელმა შეიძლება რო იპოვა ის ჯვარი, შეიძლება ადგა და სადმე უჯრაში უდევს და მე ვთვლით რომ პატრონი მოვა. ეხლა უბრალოდ ცუდი ის არის რომ ეხლა 2 დღეში ან 1 დღეში ან რაღაცას რომ მისულიყავი, შეიძლება ეს გვენახა კიდევ ეხლა არ ამგონია ეხლა ვინმე შესულიყოს იმაში, რა ქვია იმაში საშხაპეში და ეს ჯვარი რო ენახა და წაეღო. შეიძლება წაეღო, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება. უფრო დამლაგებლის იმედი მაქვს, რომელმაც შეიძლება აიღო და შეინახა. საერთოდ ზოგადად სასტუმროებში ასეთი წესია ხოლმე, ეხლა მე როგორც მარიოტში, გამოსტილი მარიოტში ნამუშევარი ადამიანი, ვიცოდი აი მაგათად ნომერში ვიღაცას რაღაცა რო დარჩებოდა, დაკარგული ნივთების იმაში გადიოდა და ამას ინახავდნენ სპეციალური ოთახი იყო ადგილი და მე უკვე 6 თვის განმავლობაში პატრონი არ გამოჩნდებოდა, მე არ ვიცი, ანუ რაღაც არიგებდნენ და აძლევდნენ ვიღაცებს და აი ხა ნახოთ აქაც თუ ასე იქნება, მაგრა გამიმართლებს და აქიდან გამომდინარე ვიქტორინაზე რო ვთქვი, აბა ვინც გამოიცნობს, ვიპოვით დავიბრუნებთ იმას, რა ქვია, ჯვარს თუ არ დავიბრუნებთ. ან ეს ჯვარი მაჩუკა ჩემმა მეგობარმა ნუგზარ როლუამ, რომელსაც ბზისაგან გააკეთა სპეციალურად და ერთი 10 წელია ხმარობდა ნაკურთხი ნაის და აი რა ვიცი. მაგრა გამიხარდება თუ ეს ჯვარი იქ აღმოჩნდება და დავიბრუნებთ. ნახოთ, მოვსინჯოთ. დანარჩენი რა ვიცი, აბა რა გითხრათ მეგობრებო, სანამ იმ ტრაქტორამდე მივარ, გადავხედოთ ამ ჩვენ ჩრდილოეთ დაკოტას, North Dakota-ს, აი ასეთი დიდი შტატია, გრძელი შტატია და ძირითადად ხორბალი მოყავთ. ნუ ძირითადად თავარი ქალაქია ფარგო, ნუ ფარგოში ჩვენ ხშირად ავართ ხო ნამყოფები და
ის საწარმოო ქალაქია და ეს აი ესე მთელი სიგრძეზე მიუყვება 300 მილი, აი რუკასაც რო შეხედო. ეხა მონტანადას შევედით თვარგოში და ის ჩვენი ტრაქსტოპი არის 139 ეგზიტზე. აი როგორი ხედია ნორთ-დაკოტა გაზაფხულზე ძალიან კარგი აქვს სიარული 23 გრადუსი, ეხლა 19 გრადუსია. ამ დროს იქითკენ სამხრეთის შტატებში სიცხე როა და ბუღი რო დგას, აქ შვენიერია და აი სასიამოვნო სატარებელია და რა თქმა სიცხე არ არის. აი ზამთარში უკვე ნურას უკაცრავად აქ უკვე აი დიდი გამოცდილება და ოსტატობა გინდა რომ იარო ამ იმებში და მოყინულ გზებზე. ამჟამად ეხა ვისარგებლოთ მაინც ვისიამოვნოთ ამ ზაფხულის ხედებით. ნორთ-დაკოტა, ჩრდილოეთ დაკოტა. თეოდორ რუზველტის ნაციონალური პარკი. აქაც არის ხომ ხშირად ბიზონები მინახია და თუ ბიზონი გამოჩნდა, ბიზონებთან გადავიღოთ რამე სამახსოვრო სურათები. აი გამოჩნდა ჩვენი ტრაქსტოპი. ეს არის ბისმარკთან სანამ მიხვალ, აქ ძალიან იშვიათად, ფაქტობრივად 6 თვე აქ არ ყოფივა. კი, ფარგოში დავდიოდი, მაგრამ აქეთკენ არ მოვდიოდი და ასე ძალაუნებულად მოხდა, რომ ამ მიდამოებში არ მომიწია ყოფნა. აი სად არის ნეტავი ჩვენი ჯვარი, ჩვენი ბზის ჯვარი. აბა როგორ დამთავრდება ეს ჩვენი ამბები, საინტერესოა. რაღაც აზარტში ჩავარდი მეც. დამლაკებელი რა იქნება, რა ვიცი. სასწაული იქნება თუ ჯვარი ვიპოვეთ. აგე დავდგები თვითონ საწყოს ვასხავთ და + 14 გრადუსემა არაუშავს. ცოტა შევარდები, გავარდები. თუ ჩვენი ბედია, ჩვენია თუ არ და ჩვენ უნდა ვცადოთ და ვიპოვოთ. აბა ნახოთ ვენახი. გონი ზამთარი მოდის. და რა ცუდია ზამთარი, ზაფხული ყოველთვის კემრელი დროა. აი წავედი ჩვენი მძღოლებისთვის ასე ვთქვათ სულ აქ ვატარებთ ხოლმე რა დროს ჭამთ, ვავთ, ვანაობთ. ეხლა უნდა ნახოთ ჩვენი აქეთ არის აბანოები, შხაფები და ის კაცი უნდა ნახო, ვინც აქ მუშაობს. ეხლა ამ ბიჭს ვკითხე და საერთოდ რაღაცა რო რჩებათო დესკზე დებენო ან ოფისიაო და გკითხოთ ეხლა ჯოდი მივიდეთ და შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ეს იყო 5 თვისე. აბა ნახოთ ოფისში მიდიოდა. მიდის ძებნა ჯვრის პოვნა. ამა თქვა მე 4 თვის წინ არ მუშაობდი და შეიძლება იყოსო სადმე ბადამო, აბა ნახო.
Yeah, usually you put here, Yeah, that's our lost and found. Maybe this in the found da where. Okay, sorry, excuse me. No, sorry. no, it's fine. Okay. Thank you. Yeah, maybe. Yeah. Okay. Sorry. Thank you. ეხლა მოვიდა გოგო. და კიო გოგო მონახაო ადრეო, მაგრამ მე ეძებეს და ის გოგო რომელიც იქ მუშაობდა, ეხლა აღარ მუშაობსო. რა უნდა გქნა? თვითონ იმ გოგომაც კითხა ეხლა რო ვიღებდი, ესე იგი ხის იყო, ხო და ხო ხის იყო მეთქი და ეგრე დაგწდა გული. კიდევ გადავალოთ აქაურობას, არა. გული და არ და ნანახი ახლა, ესე იგი მე რო ერთ თვეში მაინც რომ მოვსულიყავი, რაღაცას ვიპოვეთ, მაგრამ ახლა ის გოგო აღარ არისო, წავიდაო, აღარ მუშაობსო და ესეც ცხოვრება, და გული დამწყდა, ჩემი მეგობრის ნაჩუქარი და 10 წელი დამქონდა, მაგრამ თავარია ჩვენ გულში იყოს უფალი და შეიძლება ვიღაცას მოეწონა და წაეღო, მაგრამ მაინც შინაგანად მაინც რაღაცნა გული მწყდება. ნუ არა უშავს. ამჟამად არ გაგვიმართლა რო იტყვია. Thank you. წავიდე ჯორჯ. არ გაგვიმართლა. გავაგზავნოთ ჩვენი გზა. იცი რა გამახსენდა? ახლა რაღაცნაირად დამწყდა გული. აი ჯვარი, რა ვიცი, შეიძლება ვიღაცამ წაიღო, მაგას მე ვერ ვიტყვი. ფაქტია, რომ მაგრამ 6 თვეა გასული, პატარა დრო ხო არ არის. ერთი გული დამწყდა ერთხელაც, აი ადამიანს ახლა ამაზე მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა მომპარეს და რაღაცა, მაგრამ მინდა ჩემი ცხოვრებიდან გავიხსენო ერთი მოპარვასთან დაკავშირებული თემა. თემა კი არა, ამბავი. ჯარში ვარ რა, მსახურობ და რუსულ ჯარში ვიყავი მაშინ. 19 წლის ვიყავით რაღაცა და სამხედროში ხო არ შეიძლებოდა სეირნობა და ასეთი ჯინსები მქონდა, პატარა ბოტასები და საროჩკა და ჯარიდან რო ვიპარებოდი ხოლმე, ამას ჩავიცმებდი ამ სამოქალაქო ფორმას და მე გავდიოდი ქალაქში. ბედნიერი ვიყავი რა, ხო წარმოიდგენთ ახლა ჯარში საღამოს უკვე რო წვებოდნენ ჯარისკაცები, მე ვერ ვისვენებდი და გადავიცმევდი ხოლმე ამ სამხედრო ფორმას გავიხდიდი და ამ ჯინსებს და იმას ვიცმევდი ხოლმე და დავდიოდი და ახლა სამხედრო ფორმაში ვინ გაგაჩერებდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. და ერთ დღესაც გადავწყვიტე სამხედრო ნაწილიდან გავსულიყავი და დამალული მქონდა ერთი ადგილას მქონდა ისეთ ადგილას და სად არის არჩენი ეს ბოტასები, არჩენი შავალი არც ისა, ვაიმე როგორ დამწყდა გული, როგორ დამწყდა. ესე იგი მომპარეს რა და ვის გინდა დაადო ხელი, ვის გინდა როგორ გინდა დაადო, მაგრამ ფაქტია აი ეს შეგრძნება რაღაცას რომ მოგპარავენ, აი ძალიან ძნელი თემაა რა. რაღაც აი მაგის და მაგვარი შეგრძნება შემეფხრო ეხლა ამჟამად, მაგრამ ეხლა ეს მოპარული არა, რას გაიგებს, თუმცა წეღანაც ხო ვამბობდი სასტუმროში 6 თვის შემდეგ პატრონი თუ არ გამოჩნდებოდა ხოლმე, მაგას არ იგებდნენ, აქაც თავისთავად ასეთი რაღაცა მოხდა. თუმცა იმ გოგომ, იმ პატარა ახალგაზრდა გოგომ თქვა, მე მახსოვს ვაქო ეკიდაო და ალბათ ერთი თვით ადრე ან ცოტა ადრე რომ მოვხდარიყავი აქა იმ ჩემ ჯვარს დავიბრუნეთ. მაგრამ ცხოვრება გრძელდება მეგობრებო, არა? კარგი ასეთ რაღაცა რო არ მომსროდა, მაგრამ უჩვენო თუ ჩვენად, მაინც ცხოვრება გრძელდება და წეღანაც რო თქვი, თავარია უფალი იყოს ჩვენ გულებში და როგორც უფალი გვასწავლის, ისე ვეცხოვრეს, თორე ახლა მის ნაცვლად ახლა უკვე სხვა ჯვარი მაქვს. იმედია ამას უკვე უყურადღებოდ არ დავტოვებ. ყველას დაგლოცავთ მეგობრებო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და
ყოველთვის იმდენი ძალა გქონდეს, რომ მერთის სწავლებით და მერთის ცნებებით გვერდოთ ცხოვრებაში. კარგად მეგობრებო, იმედია საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. ესეც ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მომენტი გადმოგეცით. კარგად.